ჩვენ ძალიან ხშირად ესე თითქოს დამახსოვრებული გვაქვს ესე ინფორმაცია აღქმული, რომ ურთიერთობა შედგება რაღაცა ისეთი დიდი ჟესტებისგან, რაღაცა გრანდიოზული საჩუქრებისგან, რაღაცა დიდი მოვლენებისგან. რა თქმა უნდა, წლის თავების აღნიშვნაც მნიშვნელოვანი არის, ის მოგზაურობის დაგეგმებიც მნიშვნელოვანი არის, თუმცა ეს არ ქმნის მთლიან სურათს, რაც ბევრად უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე ისევ და ისევ გოტმანს რომ დავუჯეროთ, არის ის პატარ-პატარა ყოველდღიური ინტერაქციები, რომელიც ჩვენს ყოფით ცხოვრებაში ხდება. და თუ ისინი არ არის ხოლმე, ეს ძალიან აცარიელებს ჩვენს ურთიერთობას. ინგლისურად ეძახდა ამას bits, კავშირის მცდელობები. კავშირის მცდელობები შეიძლება იყოს ვერბალური, შეიძლება იყოს სხეულებრივი, შეიძლება იყოს რაღაც არ ვიცი, თუნდაც rilsis გაგზავნა მეორე ადამიანისთვის და ნებისმიერი მცდელობა, რომ მე კონტაქტზე გამოვიდე შენთან. აი მაგალითად, მოვედი სახლში და შენ ზიხარ კომპიუტერში რაღაცას აკეთებ და მე მოვედი შენთან და გეუბნები, აუ დღეს იცი რა მოხდა? და ამ დროს მეორე ადამიანი აბსოლუტურად ისე რომ არ მოიხედავს, ასე უბრალოდ ერთ რაღაცა სიტყვის და აგრძელებს თავის საქმეს. პირველი რჩება, ესე ვთქვათ, იგნორირებული, იმედგაცრუებული და მეორეჯერ შეიძლება უკვე აღარ მოუნდეს რაღაცა გული დაწყდეს და აღარ მოუნდეს რომ რაღაცა კავშირის მცდელობა ისევ განახორციელოს. და ეხლა წარმოვიდგინოთ იგივე სიტუაცია, ოღონდ ცოტა მეორენაირად, რომ ეკითხები რომ აუ იცი რა მოხდა დღეს, ეუბნები ადამიანს და იმან უცებ გამოიხედა, რაღაც ორი წამით თვალით კონტაქტი დაამყარა შენთან, შეიძლება მე ისევ დაუბრუნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაღიარა, რომ შენ ჩემთან ერთად ხარ ამ ერთ სივრცეში და მე შენ გხედავ, მე შენთვის დრო მაქვს და შემიძლია რომ მოგისმინო, მე შემიძლია რომ მოვყვე, რამდენიმე წამი გავცვალეთ და სულ ეს არის. ისეთი განსაკუთრებული თითქოს არაფერი არ მომხდარა. ან ის რომ თქვათ მოგწერე მესიჯად დღის განმავლობაში, რომ დღეს ძალიან ცუდი დღე მქონდა. მძიმე დღე მაქვს, ნერვიულობ რაღაცაზე და რამდენიმე საათი პასუხს არავინ არ გცემს, ხო, აქაც რა თქმა უნდა თავს ცოტა იგნორირებულად გრძნობ, დამწუხრებულად და მეორე ვარიანტი არის, რომ რაღაცა მოიწერეს მესიჯი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე შენი მჯერა. აქაც თითქოს ეს კავშირი შედგა და ძალიან შეიძლება თითქოს მარტივი არის ძალიან, არაფერი ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ ადამიანმა თავი დანახულად იგრძნო ისევ და ისევ და გრძნობს, რომ მას ყავს საყრდენი, მას ყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება მუდმივი კონტაქტი არ ქონდეს, მაგრამ საჭიროების მომენტში შეუძლია რომ მას მიმართოს.